სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1982 წლის 14 აპრილს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ამან ბევრი ფიქრები აღმიძრა მეც სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩვენც მუდამ გამუდმებით მეც პირადად მაქვს ხოლმე შეხება ესეთ სიტუაციასთან, როცა პიროვნება მაგალითად არის მორწმუნე, არის ქრისტიანი, ყველაფერს აღიარებს, მაგრამ მაინც რწმენა ღალატობს, შიშები შეზდის და როცა შენც ემოციურად ახარ ჩართული ამ პროცესებში უკვე ცოტათი გიჭირს, გინდა გიყვარს ადამიანი დაეხმარო, ხელი გაუწოდო, მაგრამ მას მაინც აქვს თავისი პერსონალური რწმენის სისუსტე და ცოტა რთულია ხოლმე. აქ ასევე გაჟღერებული იქნება ბოლოში პასუხის დამსმელი არის სახელად Terence ალბათ არ ვიცი ინგლისურად თლიანად როგორ გამოითქვის, მაგრამ Terry ძალიან ესეთი სახელია და მას აქვს პრობლემა მეგობრებთან, რომელ მეგობრებსაც ყადავს კიდე ურწმუნო მეგობარი. გესმით და ეს უფრო ართულებს საკითხს, ხო? ძალიან ესეთი ის არის ეს გრძნობიარე საკითხი არის, როდესაც შენ გინდა, მაგალითად ქრისტიანი ხარ, ეს მეუღლე იქნება თუ ქმარი იქნება და ცდილობ მეორე ადამიანს რაღაცნაირად გაუზიარო, მაგრამ მისთვის მაგალითად შეიძლება უკვე ღმერთი აღარ არის, იცით, უფალი. ამ დროს შეიძლება იყოს შვილი, ამ დროს შეიძლება იყოს სამშობლო ან სხვა რაღაცა და ჩანაცვლებული იყოს და შენ კიდე კედელს ურტყავდე თავს. და ეს მდგომარეობა ძალიან ხშირია ხოლმე, იმიტომ რომ როცა იწყებენ მაგალითად ცოლ-ქმარი ურთიერთობას, შემთხვევაში არის რაღაცა სიყვარული დევს, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ერთმანეთის პატივისცემა, როცა შვილი შემოდის, შემთხვევაში იცვლება ხოლმე ეს და უკვე პერსპექტივა გადადის უკვე და მაგალითად შემთხვევაში ქალი უყურებს ყველა მოვლენას იქიდან მის შვილზე ვინ რას ლაპარაკობს და მის შვილის ირგვლივ ტრიალებს მოკლედ ყველაფერი. და ამ დროს, ხო, როცა შეიძლება ქმარი უსწრდეს რწმენაში, უკვე ის ჩამორჩებოდეს და კონფლიქტის გარდაუვალია. ახლა წარმოიდგინე შვილი, როცა შენ გაზდი მაგალითად შვილს სამშობლოს სიყვარულით, როგორც მოგვისმენია მამანი და პატრიოტიზმით, ხო? და წარმოიდგინე ეს ბავშვი, როცა იზრდება ესე, პირდაპირ გაგებით, აი საწამლავია, ხო, ეს ვინც, რა ვიცი, ვისაც გამოუცდია ესეთი პატრიოტიზმი ღმერთის გარეშე. ღმერთის გარეშე პატრიოტიზმი და ღმერთი არის სადღაც ისე რა დამხმარე საშუალება. რაც საქართველოში ძალიან ხშირია, საქართველოში ეს მოცემულობაა. და როცა ბავშვს გაზრდი ახლა ზვიადის ყვირილით და კოსტავასი, რა თქმა უნდა მე აღმოჩნდები ისეთ იმაში, რა ქვია, გაუგებრობაში, ხო? როცა წააწყდები მაგალითად ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, სადაც ქრისტიანი პირველ ადგილს, გესმით? და ამას ვეღარ იგებენ ეგენი, დაბრმავებულია ესეთი ადამიანი და მასეთ ადამიანს ჩვენ ვეღარაფერს ვერ უშვილი და აი ეგერ ჯონ მაკარტურიც თავის სამკურნალო იმებს მიცემს ესეთ ადამიანებს, იმიტომ რომ როცა ცნობიერება პირდაპირ დაპყრობილი ყავს რაღაცას, ხო? შეიძლება ეს მშობელზე იყოს გაკერპებული ადამიანისთვის. შემთხვევაში მშობელს აყავს შვილი გაკერპებული. ყველაფერს ამ პრიზმიდან უყურებს. აი აქედან უყურებს ყველაფერს და ბიბლიასაც როცა კითხულობ, მე ვეღარ ხვდები იქ სად არის მაგალითად დადებითი საქციელი რებეკასი, ხო? ან კიდე უარყოფითი საქციელი იაკობის ან ისააკის ან აბრაამის, გესმით რაზეა ლაპარაკი? როცა ჩვენი ადამიანური შეხედულება და მსოფლმხედველობით შევდივართ, ხო? სენტიმენტალიზმი იმას გვიშრება და გადავყავართ რომელიღაცა გმირს თავის მხარესზე. მეც მომდიოდა ეს სხვათა შორის, იმიტომ რომ მეც ესეთ გარემოში გავიზარდე, სადაც იყო აღიარება მშობლების სიყვარულის პირველ ადგილზე და სამშობლოს სიყვარულს. აი ამ ცნობიერებით ახლა ბიბლიასთან რომ ვიხვალ, ბუნებრივია შეჭიროები გექნება, ხო? ღმერთი არის რაღაცა განდგომილი, სადღაც ყოფი და საერთოდ რო არ გწამდა ისეთი პიროვნება, აღმატებული ყველაზე და ყველაფერზე. და ამის ეს ჩანაცვლება და შეცვლა ზუსტად საჭიროა წმინდა წერილის მეშვეობით, რომ იქ კარგად დაგვეხმარონ გამოცდილი ქრისტიანებიც, რომ მიგვითითონ და ჩვენც ნელ-ნელა გადასვლა რა ხდება სულიერი დაბადების შემთხვევაში იცვლება უკვე პრიორიტეტები, გესმით? და უკვე შენ ღმერთის თვალით უყურებ ყველაფერს. თვით შენი ყველაზე ახლობელ საკუთარ მეუღლესაც, საკუთარ შვილსაც იქიდან უნდა შეხედო. და ყველაფერი დადის ორი ურთიერთობაზე, ინდივიდის ღმერთთან ურთიერთობა და არავინ სხვა. აბსოლუტურად არავინ სხვა და ყველა გამოცდა, აი აქაც ილაპარაკებს ჯონი გამოცდაზე, სულიერ გამოცდებზე, ხო, ეს ხდება ღმერთსა და შენ შორის.
ყველა მომენტში, ყველა ასპექტში, ყველა იმაში და ეხლა ამას როგორ გაიგებს შვილი, რომელიც დედაზეა შეყვარებული და მამა მაგალითად ისეთ რაღაცა დისციპლინას იყენებს, რომელსაც ვერ იგებს შვილი. გესმით? იმ წუთშივე შვილი დედას მიეკედლება, ხო? და იკვრება უკვე აქ კოალიცია. ასევე პირიქითაც, გესმით? შის შემთხვევაში და იშვიათად მინახავს ახლა ქალებიც არიან ისეთები, რომლებიც ძალიან შეყვარებულები არიან ქრისტეზე და ისინი მაგალითად და ქმარი კიდე პირიქით, ხო? და აი ამ იცოლე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მე რაც მინახია ქალებიც რატო არიან ხშირად იმასთან იცით ქრისტესთან და ბიბლიასთან და რელიგიასთან. რატომ? იმიტომ რომ მათ თავისი თავი ყავთ ღმერთად და უნდათ ოჯახის შენარჩუნება. მათი ის არის, რა ქვია, გარედან ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ საბოლოოდ რო დავიყვანოთ ეს, თუ ღმერთი პირველ ადგილზე არ არის, იქ ვიღაცა არის გაღმერთებული და ეს თვითონ ეს პიროვნებაა. და ხშირ შემთხვევაში დედა არის. იმიტომ რომ როცა საქმეზე მიდის, აუცილებლად იქ ხედავთ უკვე კონფლიქტი იწყება. აი იცვლება თუ არა როლები და ქმარი უკვე იწყებს რაღაცა პოზიციის დაკავებას და ღმერთთან უფრო ახლოს მიცვლას, იქ შეიძლება კონფლიქტი გაჩნდეს და ჩვენ რას ვხედავთ? ერთგული დედა ოჯახის შენა და ჩვენ ახლა ქრისტეს არ ვთქვია, ოჯახი არის პირველი პრიორიტეტი. არც სამშობლო არის პრიორიტეტი. გესმით? და მარტო ნაწილად გამოყენება ქრისტიანობის ეს ძალიან ის არის. აღმიჩნდა ყველაფერი აი ამ კითხვა პასუხებმა. მადლობა, აი და მოდით მოусვინოთ, როგორ დავეხმაროთ იმ მორწმუნეს, ვისაც შიშები შეძდის და რწმენა ღალატობს. ესე დავასათაურე, მე ხშირად დასათაურებაც მიჭირს ხოლმე, კარგად, იმიტომ რომ ვერ გამოკვეთავენ კითხვას და მე მინდა მოსაძებნად ადვილი იყოს და ეს თემა რას უტრიალებს, რომ დავარქვა, ხო, სახელი. შეიძლება 100%-ით კარგად არ გამომდის, მაგრამ უცებ ვცდილობ ხოლმე. თერი ესე იწყებს. თქვენთან ძლივს მოვახერხე კითხვების დასმა ჯონ. მე ვარ თერი და მარტო ამ თვეში მხოლოდ რამოდენიმეჯერ დამისვეს უკვე ერთი და იგივე კითხვა და მე მგონი მე სწორად ვერ უპასუხე მათ. ჩემთან არიან ახლოსყოფი ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლე მიანდეს უფალს და ჟერათ რომ გადარჩნენ. მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად ხდებიან შეჭირვებებში და შემოძლით შიშები. რწმენის სისუსტის გამო. ისინი ფიქრობენ, რომ როდესაც ისინი მიიღებდნენ უფალს, ამის მერე ყველაფერი მშვენივრად უნდა ყოფილიყო და არანაირი პრობლემა მათ არ უნდა ქონოდათ. არადა არის პრობლემები და ეს მათთვის ძალიან ემოციური საკითხი გახდა და ისინი გრძნობენ, რომ თითქოს და ღმერთისგან მიტოვებული არიან. ახლა რაც შეეხება ჩემ პასუხს, მე მხოლოდ იმას ვეუბნებოდი მათ, რომ უფალმა ყველაზე უკეთესიც ეს, ამიტომ მიენდეთ მას და მიანდეთ თქვენი ცხოვრება. ყოველთვის არ იქნება ისე, როგორც თქვენ გიდათ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის რაც არის სწორი და რაც არ იქნება კარგი თქვენთვის. მაგრამ როგორ ჩანს ეს ჩემი პასუხები მათ არ აკმაყოფილებთ და არ ამშვიდებთ მათ. და ჯონ მაკარტური პასუხობს. თერი, გაიხსენეთ ის იგავი, გასოთ ხორბალი, რომელიც სხვადასხვა ნიადაგზე ეცემა, რომელიც იესო მოყვა. და ზოგიერთი ადამიანთაგანი, ვინც თავდაპირველად პასუხობს ქრისტეს, შემდეგ კი სამყაროს უბედურებები და ეპოქის საზრუნავი ახშობს იმას, რომელმაც დაიწყო ზრდა. რა თესლით ჩაითესა მათში, ხედავთ, იხშობა. და ეს ადასტურებს იმას, რომ ისინი არასოდეს არ ყოფილან რეგენერებულები. რეგენერაცია მათი არ მოხდარა თავიდანვე. მათი ხსნის ნამდვილი გამოცდა იქნება, თუ ისინი გაუკლავდებიან ამ ყველაფერს და დაამტკიცებენ იესოს სიყვარულს. ამით დაადასტურებენ მათზე იესოს ბატონობას ან უფლობას. და თუ ისინი გირაოს, გადაიხდიან მათი სულიერი ცხოვრების სადღაც შუაში, ანუ რაც ნიშნავს შუაგზაზე ფარხმალს დაყრიან, ისინი ამით კიდევ უფრო ერთხელ დაამტკიცებენ, რომ დასაწყისშივე მათი რეალური ფესვი არ იყო ჭეშმარიტი. ასე რომ მათეს სახარების მე-13 თავში მოცემული ნიადაგების იგავებით ვიგებთ, რომ უფალი აპირებს გამოსცადოს ეს დარგული თესლი. რამდენად ჭეშმარიტ მოსავალს გამოიღებს ის. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ და გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, აი და ამ ხაზით წაიყვანოთ. მაგრამ მეორე, მე მჯერა, რომ მათ, ვინც ნამდვილად ჭეშმარიტია, შეუძლიათ ბრძოლა და ამიტომაც მათთვის აუცილებელია სხვა მორწმუნეებთან მჭიდრო ურთიერთობა, რათა მათ შეძლონ გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს და ეს ძალა და რესურსი აიღონ სწორედ თქვენგან, გაერთიანებისაგან და ამიტომ ეკლესიაში უნდა იყვნენ და ურთიერთობა ქონდეთ. მათ უნდა ისწავლონ, რადგან ასეთი რამ ანაზღაურდება მათ ცხოვრებაში ღვთისმსიტყვის ძალით, სხვა მორწმუნეების ზრუნვითა და სიყვარულით. ამიტომ ეს მათთვის ურთიერთობა, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამიტომ თქვენ უნდა გააგრძელოთ მათთან ურთიერთობა და ამაზე ნამდვილად არ არის მარტივი პასუხი ჩემო თერი, რადგან ფაქტია რომ თქვენ არ იცით ისინი მართლა გადარჩნენ თუ არა. ამას ტესტი და გამოცდა გვიჩვენებს მათი. ტერი ეკითხება კიდევ, ჩაიკითხება, როგორც ბიძინა იტყოდა ხოლმე. ჯონ, როგორ გადალახავენ ისინი ამ ემოციურ ნაწილს? ისევე როგორც ერთ ბიბლიურ ინციდენტში მოხდა? აი ემოცია მათ ყოველთვის უჭირთ ამ ემოციური ფაქტორის გადალახვა. რა თქმა უნდა, ჯონი პასუხობს, 1 კორინთელთა 10:13 გახსოვთ რას ამბობს. მე-12 მუხლიდან წაკითხა. ამრიგად, ვისაც გონია რომ დგას, ფრთხილად იყოს რომ არ დაეცეს. სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ ადამიანური განსაცდელის გარდა, მაგრამ სარწმუნო აღმერთი, რომელიც არ შეგამთხოვთ იმას, რისი ატანაც თქვენ ძალღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინეთ, რათა შეძლოთ ატანა. და მე შემიძლია უბრალოდ გავარჩიო ეს ლექსი, მე ესე მჯერა ამ ეტაპზე, რომ გამოსავალი არის ამ განსაცდელის გავლა. ჩვენ განსაცდელი უნდა გავიაროთ, ეს გამოცდა უნდა გავიაროთ. მათ ეს უნდა გაიარო და ეს ემოციაც ამ განსაცდელის ნაწილია. ემოცია არის ეს მხოლოდ ღმერთის მიერ ბოლძებული ეს გრძნობა, რომ ჩვენ განვიმუხტოთ. განსამუხტავად, ხო, როგორც ტირილი, ღიმილი, სიცილი, ეს ყველაფერი განმუხტას ემსახურება. და ეს ძალიან ჯანმრთელია და ეს ტრავმა სწორედ რომ ამ გამოცდის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ამ გამოცდის დროს. და თუ ისინი გაივლიან თავიანთი რწმენის ამ გამოცდას, ისინი გამოვლენ როგორც გადადნობილი, შვენიერი ბაჯაღლო ოქრო. გახსოვთ იობის წიგნი, ხო გახსოვთ? იაკობი, ბოდიშით იაკობის წერილი. იაკობი მონახტისა და უფალი იესო ქრისტესი 12 განთესილ ტომს გიხაროდეთ. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რა კიღა იცით რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი ყოველგვარი ნაკლის გარეშე. ასე რომ მათ უნდა შეხედონ ამას, ისე როგორც ეს იონეს მე-12 თავშია, იონეს სახარის მე-12 თავში, მე-20 მუხლში გახსოვთ, სადაც უფალი ადარებს, რომ ეს მშობიარობას აკავს. უფალი ამბობს, რომ ქალს ტკივილები აქვს ბავშვის გაჩენისას, მაგრამ ის, რაც მას ტკივილს იწვევს, არის ის, რაც მერე სიხარულს მიანიჭებს. და თუ ტკივილს გაუძლებთ, შედეგი შესანიშნავი იქნება. და სწორედ აქ იყო იობის წიგნი, რომელიც მე ვახსენე ზემოთი, რომელმაც თქვა, გახსოვთ, იობის მე-13, მე-15. აჰა, მკლავს, მაგრამ მაინც მას მივენდობი, ღმერთია ლაპარაკი, ხო? და მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე. და 23 თავში ასეთ რამეს ამბობს იობი, აჰა, წინ მივდივარ და არ არის იგი. უკან და ვერ ვპოვებ მას. ჩემს მარცხნივ თუ იქს რასმე, ვერ ვამჩნევ. მარჯვნივაა შეფარული და ვერ ხედავ მას. თუმცა იცის მან ჩემი გზები, რომლითაც დავდივარ და როცა გამომცდის, ოქროსავით ხალასი გამოვალ. ასე რომ ის რისი გაკეთებაც ნამდვილ მორწმუნეს სურს, არის იმის თქმა, რომ მე ამას ვუყურებ და არ ვიხსნი. სურს ვნახო. ხედავთ, გავდივარ ამ გამოცდას. რას გააკეთებს ღმერთი ჩემი ცხოვრების სრულყოფაში ამ განსაცდელში. და ჭეშმარიტ მორწმუნეს ვფიქრობ, აქვს ეს პერსპექტივა, ვიდრე წმენის მიტოვების პერსპექტივა და შუა გზაზე ფარხმის დაყრეს. თერი ისევ აგრძელებს კითხვას. სწორია თუ არა რწმენა იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ამ ქვეყნიურად ამ წუთის სოფლის რჩებიან. ძალიან ხორციელებად, არადა შენ შეყვარებული ხარ მასზე და უფრო ართულებს ის ფაქტორიც, რომ ემოციებიც ხელს გიშლის, ემოციები ერთვება ამ დროს და ჯონი პასუხობს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ყავთ ისეთი ვინმე, ვინც თქვა რომ თავი მიუძღვნა ქრისტეს, მაგრამ მათ ვინც უყვართ ვიღაცა, რომელიც არ არის ქრისტიანი, ტერი? დიახ, ჯონ, დიახ, ვინც არის ძალიან ცუდი მათ ცხოვრებაში, ძალიან ბოროტი, გულისხმობ, ძალიან, ჯერ კიდევ ძალიან. ჯონი პასუხობს. მე ამას ჩავთვლი, როგორც მათ ნამდვილ გამოცდას. ვფიქრობ, ასეთ ადამიანს ვეტყოდი. თუ მართლა გინდათ აჩვენოთ თქვენი ერთგულება იესო ქრისტეს მიმართ, თქვენ უნდა ჩაჭრათ ეს კავშირი. მოიჭრათ ეს თოკი, მოიჭრათ ეს კუდები. და ტერი პასუხობს. ანუ რეალურად უნდა შეეშვან და გაუშვან ხელი იმ ადამიანს, არ შეეცადოს და არ დაეხმაროს მათ გადარჩენაში. ეს არის გზა, ჯონ, თქვენ რომ რჩევას აძლევთ? ჯონი პასუხობს. შენ შეგიძლია სადო მათი დახმარება, მაგრამ მათ ხელში ყოფნით, როცა ისინი შენზე ემოციურად არიან დაბმულები, შენ მათ ვერ დაეხმარები, ტერი. გასაგებია? დიახ, მადლობთ პასუხისათვის, გასაგებია, ჯონ.